ილამშვიდობისა დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. გია ყანჩელის 75 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი მორიგი საღამომ რუსთაველის თეატრში გაიმართა. საღამო ორ ნაწილად ჩატარდა. პირველ ნაწილში გია ყანჩელის ნაწარმოებები ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ეროვნულმა საგუნდო კაპელამ, კამერულმა ორკესტრმა, სიმფონიეტამ და უცხოეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა შეასრულეს. მეორე ნაწილში კი რობერტ სტურუას ტიქსი იგივე საორკესტრო გუნდების თანხლებით გათამაშდა. დიდი მადლობა თქვენ რომ მოგზავნით და დიდი იმედი მაქვს რომ რობიკოც და მეც ამ თეატრში და ამ სცენაზე კიდევ ალბათ რაღაცას გავაკეთებთ. მინდა რომ მიულოცო ბატონ გიას 75 წლის თავი. ეს ჩვენი დიდი კომპოზიტორია ყველანაირი გადაჭარბების გარეშე და არალოკალური დონის კომპოზიტორია. ის დარჩება დიდი და დიდი ხანი მუსიკის ისტორიაში, სანამ ეს ისტორია იარსებებს. მინდა მას უსურვო ბევრი ჯანმრთელი წელი, შემოქმედებით დატვირთული საინტერესო წლები. სამწუხარო ტკიო ფეხი და სამტკიოდეს მაინც აქედან უყურებს სპექტაკლს. ამ ლოჟიდან. აქედან და მომეწოდა. არ ვიცი თქვენ როგორ მოგეწონათ. საერთოდ ეს სპექტაკლი მიყვარს.